თავი პროც უნდა დაუბრუნდეს ბიჭო აბა ვინ მოუყოს ისტორია ხავ აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2232-ში ადგენს. მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის თარიღად 2008 წლის 7 აგვისტოს ასახელებენ. სწორედ ამიტომ დილიდან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი ჯერ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გორში, შემდეგ კი შინდისის გმირთა მემორიალთან მიაგეს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ჰიბრიდული ომი დღემდე გრძელდება. რუსეთი კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას კვლავაც განაგრძობს. 7 ნოემბერს აღამოს რუსეთმა შეუდგია საქართველოს და პასუხი იყო მათ მიერ პროვოცირებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლური ადგილი საქართველოში მიმდინარე განგრძობითი ოკუპაციის. ქართველებს გვევალება ორი მთავარი რამ. შევინარჩუნოთ მეხსიერებაში ეს ხალხი, ვინც საქართველოსთვის თავი გაწირა და პატივი მივაგოთ მათ და მეორე ვიბრძოლოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ჩვენ სამშობლოს საქართველოს ყავს ძალიან ღირსეული ისტორიული მაგალითის მომცემი გმირები და ამ მათი ხსოვნა არის მარადიული და უკვდავი. ვერც ივანიშვილი და ვერც სხვა ამ ხსოვნას ჭრილს ვერ მიაყენებს. ჩვენი ვალია მათ მაგალითზე აღიზარდოს ამ ქვეყანაში მომავალი თაობები და ავაშენოთ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. 18 წელი გავიდა და არც ერთ წელიწადს არ გაჩერებულა მცოცავი ანექსია საქართველოში. არც ერთ წელიწადს არ გაჩერებულა მცოცავი ოკუპაცია საქართველოში. ოჩამჩირეში რუსებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ სამხედრო ბაზა, სამხედრო ფლოტი. ისტორიულ სამაჩაბლოს ტერიტორია გადაწყვიტეს, რომ საბოლოოდ მიერთოს და შევიდეს რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ომი დაიწყო მაშინ, როდესაც რუსულმა შეირაღებულმა ძალებმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა დიდმა რაოდენობით ჯავშან ტექნიკამ, ტანკებმა, არტილერიამ და პირადმა შემადგენლობამ და მიემართებოდნენ როკის გვირაბის გავლით ცხინვალისკენ. ბუნებრივია ეს ნიშნავს, რომ ამ ძალას უნდა გადაეთელა მთელი ქართული სოფლები და ამაზე ჩვენ ვერანაირად ვერ გავჩერდებოდით. ამისთვის არსებობს ზოგადად სახელმწიფო შეერაღებული ძალები, მთავრობა, რომ ასეთ აგრესიას უპასუხოს ისე როგორც შეუძლია. 18 წლის შემდეგ აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზე სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ისაუბრეს. შინდისის გმირების მემორიალთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით საქართველოში ომი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს და ქართული მხარე მოპასუხის რეჟიმში იყო. სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მომავალ თაობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმ მოვლენებზე, რომლებიც თითქმის 200 წლეულის წინ ცხინვალის რეგიონში ვითარდებოდა. ჩვენ ვართ დაიცავილი უნი, ჩამოვედით აქ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რადგან გვახსოვს რა მოხდა 7 აგვისტოს, 2008 წლის 7 აგვისტოს და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს იყო 7 აგვისტოს ომი და არა ის, რასაც გვეუბნება რუსეთი და სამწუხაროდ დღესაც არსებობს ეს მოსაზრება, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს, ჩვენ ვიცით, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს. დაიცავილი ლიაუნის წევრებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს 18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც რუსეთის კიდევ ერთი გაუმართლებელი აგრესია იყო. ჩვენ დღეს ვიგონებთ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის. რომი დაიწყო 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, როგორც ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უკვე წლების განმავლობაში ამტკიცებს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ ქართულს ახსოვდეს ის დღე თუ რა მოხდა და როგორ ომის დანაშაულებები ჩაიდინა რუსეთის იმპერიამ საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე. დღეს ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები მოვედით შინდისის გმირების მემორიალთან, შევამკეთ გვირგვინით და მივაგეთ პატივი მათ ხსოვნას. ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აწარმოებდა. ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააჟღერა. მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლება ერის წინაშე მოღალატეობრივად მოიქცა და ომის დაწყების პასუხისმგებლობა ოფიციალურად სახელმწიფოს და ქართულ ჯარს დააკისრა. რაც დაკავშირებულია 2008 წლის ომთან, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. რა თქმა უნდა, ყველა ქმედება, რაც განპირობებული იყო იმ სისხლიანი რეჟიმის მხრიდან, 9 წლიანი მმართველობა, ეს იყო ყველაფერი გარედან თავსმოხვეული, გარე მითითებებით გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ თუ გადავხედავთ როდის ხდებოდა ომის აღნიშვნის თარიღზე, როდესაც ხდებოდა სამძიმარზე მისვლა, რა ვიცი, შეგვიძლია ამოვიღოთ არქივიდან მასალები და ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად საქართველოს 224 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150,000-მა ადამიანმა დატოვა. მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 18 წლის განმავლობაში ეგრეთ წოდებულ საზღვრიდან საქართველოს ათასობით მოქალაქე გაიტაცეს. რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 18 წლის შემდეგაც განაგრძობს.